გამშვიდობისა მოკლედ დღის იმთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. იყო თუ არა მუხროვანში ამბოხი 9 საათზე ოფიცრები და კაპრალები მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. როგორ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარებითი ჩვენებების 3 წლის წინ. დაშინება ბავშვების ფოტოებით, ცემა, იარაღის ტარით, ფეხებში სროლა, დღის მთავარ გამოშვებაში მუხროვანის ეგრეთ წოდებული ამბოხის უცნობი დეტალები. 9 საათზე გიგი უგულავას პოლიცია თბილისის მერის მცდელობები ფუნქციები გამოაცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უგულავა უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს ქმნის. პოლიციური უფლებებით აღჭურვილი ახალი სამსახურის უფროს ნიშნავს და ათავისუფლებს მერი, რომელიც თავის მხრივ ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მხოლოდ მერის წინაშე. დღის მთავარ გამოშვებაში რა უნდა გიგი უგულავას? დენი ნაგავს აღარ დაწვავს ელექტროენერგიის გადასახადზე დასუფთავების ხარჯები არ იქნება მიბნული. 9 საათზე რა ახალ მექანიზმს ამუშავებენ მერიაში და დაიკლებს თუ არა მნიშვნელოვნად ნაგვის გატანის საფასური. დასუფთავების ხარჯები მერიამ შესაძლოა საცხოვრებელი ფართის მიხედვით განსაზღვროს. კეზერაშვილის 5დღიანი მედია მაგნატობა დასრულებულია. რუსთავი 2 ისევ ყარამანაშვილებს უბრუნდებათ. 4 ოქტომბრის ბიზნეს გარიგება, რომელიც როგორც ჩანს სააკაშვილთან არ იყო შეთანხმებული, ანულირებულია. დღის მთავარ გამოშვებაში ხელიდან ხელში გადასული ტელევიზია და კეზერაშვილის ყიდვა-გაყიდვის მოგების გარეშე ბიზნესი. ეს და დღის სხვა მთავარი ამბი 9 საათზე მეცხრე არხზე დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას დროებით.